გამარჯობა მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში დავალაგებთ 20 ყველაზე ძლიერ პერსონაჟს ბლიჩიდან და მისი გაგრძელებიდან 1000-წლოვანი სისხლიანი ომიდან. მოდით დავიწყოთ ტოპ 20-ის დალაგება და მე-20 ადგილზე იქნება კოიოტ სტარკი, რომელიც ესპადაში იყო როგორც ნომერი პირველი და შეხედეთ უბრალოდ ის ისვრით ამ რაოდენობით ტყვიებს ერთდროულად და არის დამანგრეველი ტყვიები. შეუძლია შორმანძილზე სროლა, არის ჭკვიანი პერსონაჟი და ყავს რაღაც პატარა არსება, რომელიც ეხმარება. ასე რომ სტარკი იკავებს მე-20 ადგილს. მე-19 ადგილზე გავიდა ბარაგან ლუის ემ ბაირნი და მიუხედავად იმისა, რომ სტარკი არის ესპადაში ნომერი პირველი და ბარაგანი ნომერი მეორე, ბარაგანი მაინც უფრო ძლიერია ვიდრე სტარკი, რადგან მას აქვს დაბერების შესაძლებლობა. ანუ თითქმის ყველაფერი, ეს იქნება ტყვია, ხმალი თუ ასე შემდეგ, ყველაფერს აქვს თავისი ასაკი და ყველაფერი ბერდება და ის კი მაგ პროცესს აჩქარებს. ანუ დაუშვათ თუ შენ ეს როლე რაიმე ქვა, ის თავის წელს გაარტყავს ამ ქვას და ეს ქვა წამში დაბერდება და წამში გაივლის 100,000 წელს დაუშვათ და დაბერდება და მოკვდება. ანუ რაც მოვიდოდა 100,000 წლის შემდეგ და რა თქმა უნდა ვერ გაძლევდა, ის მოუვა. ასევე არის ადამიანის სხეულებზე, თუ ადამიანის სხეულს მოუქნია თავისი ცელი და გაარტყა, ეგრევე აბერებს და იმ ადგილს, სადაც გაარტყა, ეგრევე კლავს. შემდეგ ეს გადადის მთლიან სხეულზე და ეს ადამიანი კვდება. თუმცა თუ დაუშვათ ხელში გაგარტყა და შენ სანამ მთლიან სხეულზე გადავიდო და ეს ძალა მანამდე ხელი მოიჭერი, ამ შემთხვევაში გადარშები, თუმცა ხელს დაგარგავ. ასევე მას აქვს თავისი უძლიერესი ფორმა, რომელსაც ქვია აროგანტე და ის მის გარშემო გამოყოფს შავ ნიზლს, რომელიც ყველაფერს აბერებს. ანუ თუ იყო რომ ცელი უნდა გაერტყა, ახლა უბრალოდ ჰაერში მას რომ მიუახლოვდე უკვე მოკვდები. ანუ მას ფიზიკურად ვერ დააზიანებ. რაც არ უნდა ესროლო, ან დაუშვათ ბაზუკა რომ ესროლო, ეს ბაზუკა ჰაერში გაიხსნება და დალპება, ესეთ რომ ვთქვათ და ვეღარ მიაღწევს იქამდე და თუ შენ შეხვედი მის რადიუსში, შენ სრუმალო გაიხსნება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც თვითონ ბარაგანი არ ექცევა ამ ძალის ქვეშ და ამ უნარის ქვეშ, არის ის, რომ მას აქვს რაღაც დაცვა სხეულზე, რომელიც, ასე ვთქვათ, არ უშვებს ამ ძალას თავისი სხეულის შიგნით. და სწორედ ის ასე დაამარცხეს, როდესაც ერთ-ერთმა პერსონაჟმა თავისი ძალა მის სხეულში შიგნით გააჩინა და შიგნიდან გაიხსნა თვითონ ბარაგანი თავისივე ძალით. თორემ ისე ძალიან ძლიერი, ასე რომ იმსახურებს თავის განკუთვნილ მე-19 ადგილს. კარგი, მას შემდეგ რაც ბარაგანზე ამდენი ვილაპარაკეთ, დროა გადავიდეთ მე-17 ადგილზე, რომელიც არის იოროიჩი შიჰონი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი პერსონაჟი ბლიჩიდან, აკონტროლებს ელვას, აქვს ბრძოლის დიდი გამოცდილება, არის ჭკვიანი და აქვს ტექნიკები. ასე რომ ის არის ძალიან ძლიერი. თან თავის რეჟიმში თუ გადავა, რომელსაც ჰქვია რაიჯინ შენკეი, რომელშიც არის კიდევ უფრო სწრაფი და უფრო კარგად აკონტროლებს ელვას. სტიქის კონტროლი და სისწრაფე და მეთანხმებით, რომ დიდი პლუსია, თან გამოცდილებას აქვს და ჭკვიანია, ასე რომ იმსახურებს მე-17 ადგილს. დროა გადავიდეთ მე-17 ადგილზე, რომელიც არის ლუქიორას საიფერი და მისი შესაძლებლობები არის, ანუ აქვს უზარმაზარი რეიაცუ, ძალიან ძლიერი სულიერი ენერგია, აქვს ასევე სერო, ძლიერი ენერგეტიკული სხივი, რომელიც ყველა ესპადას აქვს, ასევე ძალიან მაღალი სიჩქარით გადაადგილდება, მოწინააღმდეგის სულიერი ენერგიის აღმოჩენა და შეგრძნება შეუძლია, ასევე აქვს სერო ოსკურასი, შავი ფერის გაცილებით ძლიერი სერო, ასევე აქვს ბალა, სწრაფი, მაგრამ შედარებით სუსტი ენერგეტიკული გასოლა, ანუ შედარებით სუსტი სერო, აქვს მაღალი რეგენერაცია, შეუძლია სხეულის მაღალი სიჩქარით რეგენერაცია, თუმცა ტვინისა და შინაგან ორგანოებს ვერ აღიდგენს. და ასევე აქვს מחვილით ბრძოლის უნარი შესანიშნავად. და მას აქვს რამდენიმე რეჟიმი, რომლებსაც ქვიათ ღამურა პირველ რეჟიმს და მისი შესაძლებლობები არის ფრენა, ბევრად უფრო ძლიერი სერო ოსკურა და მნიშვნელოვნად ეზრდება ძალა, სიჩქარე და გამძლეობა. და თან ლუქიორას აქვს მეორე, ასე ვთქვათ, მეორე ეტაპი ამ რეჟიმის, რომელსაც ქვია მეორე განთავისუფლება, სეგუნდა ეტაპა. და მისი შესაძლებლობები არის მისი საიდუმლო მეორე ფორმის შედეგად, რომლის არსებობაც სოსკე აიზენმანს კი არ იცოდა, ანუ ამ რეჟიმის შესაძლებლობები არის კიდევ უფრო იზრდება მისი ყველა ფიზიკური მახასიათებელი, იღებს დემონურ გარეგნობას და შეუძლია გამოიყენოს
ლანზა დელ რელეპამგო უკიდურესად ძლიერი ელუშებული ენერგეტიკული შუბი, რომელსაც უზარმაზარი აფეთქება მოყვება. ასევე სეგუნდა ეტაპა არის უიშვიათესი ეტაპი, რომელიც აქვს მხოლოდ ლუქიორას, ასე რომ არის ძალიან ძლიერი პერსონაჟი და იმსახურებს მე-17 ადგილს. ცოტა მალე უნდა ავხსნა პერსონაჟების ძალები, თორემ ძალიან გაგვეწელება და პირდაპირ ვიტყვი, რომ მე-16 ადგილს იკავებს ბიაკუია კუჩიკი, რომელიც არის ერთ-ერთი კაპიტანი. ის არის ძალიან კარგი მეფარიკავე, ანუ ხმლით ძალიან კარგად ბრძოლობს. ასევე არის გამოცდილი პერსონაჟი და აქვს ძალიან ძლიერი ბანკაი, რომელსაც ჰქვია სენბონზაკურა კაგეიოში, რომლითაც გვერდზე რა ხმლებსაც ხედავთ, ამ რაოდენობის და ამ ხელა ხმლები გადაიქცევა პატარა ყვავილებად, რომლებიც ხმლებისავით მჭრელი იქნება, მილიონობით და მილიარდობით ყვავილად გადაიქცევა და ალბათ ხვდებით თუ მილიონობით ყვავილი როგორ რთულია რომ აიფარო და თუ ვერ აიფარე ისე გაგჭრეს როგორც ხმალი. უბრალოდ წარმოიდგინეთ, მეც აღარ ავხსნი, ახლა უკვე თქვენ უნდა შეადაროთ, სწორი ვარ თუ არა, მართალი ვარ თუ არა და ამიტომ იმსახურებს ბიაკუია კუჩიკი მე-16 ადგილს. მე-15 ადგილზე გავიდა რეცუ უნოჰანა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი პერსონაჟი, არის ასევე ერთ-ერთი კაპიტანი, ხმლით ძალიან შესანიშნავად ფარიკავობს, მე ვაპატიეთ ამ ჟესტომისთვის. არის ერთ-ერთი ყველაზე პირველი კაპიტანი, ასე რომ არის ძალიან გამოცდილი და დაახლოებით 2000 წლის წინ იბრძოდა ჯერ კიდევ და არის ძალიან სწრაფი, არის ფიზიკურად ძლიერი და აქვს ძალიან ძლიერი ბანკაი, რომელსაც როდესაც იყენებს, მას შეუძლია სისხლის კონტროლი, აქვს ძალიან ძლიერი რეგენერაცია. მაგალითად, შენ რომ მოაჭრა თავი, დაახლოებით 2-3 წამში ისევ ამოუღვა ეს თავი. ასევე აკონტროლებს სისხლს, ხელს იჭრის და შემდეგ შეუძლია სისხლი გესოლოს და ასე შემდეგ. ამიტომ არის რა თქმა უნდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და იმსახურებს მე-15 ადგილს. მე-14 ადგილზე გავიდა ურიუ იშიდა, რომელსაც თავისი სრული პოტენციალი ჯერ კიდევ არ გამოუყენებია. აქვს ძალიან ძლიერი კვინცის შესაძლებლობები და ანუ მისი ძალები კი არ ვიცით, თუმცა როდესაც ის აირჩია ერთ-ერთმა ყველაზე ძლიერმა პერსონაჟმა იუჰაბაჰმა თავის მემკვიდრედ, ანუ მასში დაინახა რაღაც ძალიან ძლიერი. ამიტომ ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პერსონაჟი, თუმცა იმის გამო რომ არ ვიცით მისი შესაძლებლობები, ვერ გავიყვანე უფრო წინ. თუმცა ვიცით რომ აქვს ძალიან ძლიერი რეჟიმი, რომლის სახელით სამწუხაროდ არ არის ცნობილი, თუმცა ვიზუალურად ასე გამოიყურება, სადაც ყველა შესაძლებლობა, სისწრაფე ძალა, გამოცდილება ჭკუა, კვინსის შესაძლებლობები და ასე შემდეგ 10 ჯერ უფრო უძლიერდება. ამიტომ გავიყვანე მე-14 ადგილზე. მე-13 ადგილზე გავიდა ტოშირო ჰიცუგაია, თუმცა მისი გაზრდილი ფორმა რა თქმა უნდა. ანუ თუ ბავშვს ავიღებთ არ არის იმდენად ძლიერი, თუმცა თუ ავიღებთ გაზრდილ ფორმას, არის ბევრად უფრო სწრაფი, ხმლით უფრო უკეთესად ბრძოლობს. მისი ბანკაი არის ყინულის ბანკაი და აკონტროლებს ყინულს და ამ ყინულს იყენებს ძალიან შორ მანძილზე გაზრდილ ფორმაში. შეუძლია დაახლოებით 1 კილომეტრის იქით ესოლოს და ეს ყინული არის ბევრად უფრო ცივი, მყარი და ძლიერი. ამიტომ ჰიცუგაია გავიყვანე მე-13 ადგილზე. მე-12 ადგილზე გავიდა კისკე ურაჰარა, რომელიც არის ყველაზე ჭკვიანი პერსონაჟი მთელს ბლიჩში. აქვს ძალიან დიდი გამოცდილება, ხმლითაც კარგად ფარიკავობს, თუმცა ამით ძალიან გამორჩეული არ არის. ძალიან კარგად ფლობს შიდოებს, გედოებს, კიდოებს და ასე შემდეგ, ყველაზე კარგადაც კი შეიძლება ითქვას. და მას აქვს ძალიან ძლიერი ბანკაი, რომელიც უნოჰანასნაირად არის, თუმცა ცოტათი უფრო ძლიერი. მის ბანკაი შეუძლია ყველაფრის რეკონსტრუქცია, ანუ თუ დაუშვათ ხელს მოაჭრი, შეუძლია აღიდგინოს. თუ ტვინს ამოაცლი, შეუძლია აღიდგინოს, თავს მოაჭრი, შეუძლია აღიდგინოს. და არა მარტო მასზე, ნივთები რომ ავიღოთ, მაგალითად, რაღაც კარები შევიძახი. თუ კარებს შუაზე გადატეხავ, მას შეუძლია აღადგინოს. და ასევე შენზეც შეუძლია რაღაცეები ისე შეგიცვალოს, რომ ბრძოლა ძალიან გაგიუარესდეს. მაგალითად, თვალები თმების ადგილას ჩაგიშვას და კარგად ვეღარ დაინახავ კი არა და თითქმის საერთოდ ვეღარ დაინახავ. ხელები მოგაცალოს და ფეხებზე მიგიმაგროს და ასე შემდეგ. ამიტომ არის ძალიან ძლიერი პერსონაჟი. და გავიდა მე-12 ადგილზე კისკე ურაჰარა. მე-11 ადგილზე გავიდა შუნსუი კიორაკუ, იამამოტოს შემცვლელი და ის არის ძალიან, ასე ვთქვათ, ჭკვიანი პერსონაჟი. ხმლითაც ასე თუ ისე კარგად ბრძოლობს, შიდოები, კიდოები და ასე შემდეგ. კარგად იცის ძალიან
თუმცა მას აქვს ძალიან ძლიერი ბანკაი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში. დაუშვათ თუ შენი ტანსაცმელის ყველაზე დიდი ნაწილი არის შავი და მან შავ ადგილში დაგარტყა, ეს იქნება პატარა ზიანი. მაგრამ თუ დაუშვათ საყურე გიკეთია ცისფერი, ან დაუშვათ რაღაც ხელსაწყენი გიკეთია ცისფერი და ცისფერ ადგილში მოგაყენა ჭრილობა, ანუ ცისფერი ტანსაცმელი სადაც გაცვია იქ, ეს ჭრილობა იქნება 1000-ჯერ უფრო ღრმა და ძლიერი. და ეს მასზეც მოქმედებს, თუმცა როდესაც ეს არის, რა თქმა უნდა, ამას ვერ გამოიყენებ. ასე რომ უბრალოდ შევუდებ. და თან მას აცვია მთლიანად მთლიან სხეულზე აქვს შემოხვეული ვარდისფერი მოსასხამი. და ეს ჭრილობები, რასაც მას აყენებ, არის ძალიან მცირე. ამ ბანკაის აქვს ასევე სხვადასხვანაირი გაგრძელებები და სხვადასხვა ძალები, თუმცა ეს რომ განვიხილო, უბრალოდ ძალიან დიდი დრო დამჭირდება. ეს შეგიძლიათ Google-ში მოძებნოთ ან ChatGPT-ს კითხოთ, რომ მოკლედ. ამას ვერ განვიხილავ, რადგან ძალიან დიდი დრო დამჭირდება. ასე რომ იმედია გამიგებთ და მოკლედ ეს ბანკაი არის ჩემი აზრით ყველაზე ძლიერი ბანკაი, ასე რომ შუნს უიკიორაკო გავიდა მე-11 ადგილზე. უკვე 11 წუთზე მეტი გავიდა და ჯერ მხოლოდ 10 პერსონაჟი ჩამოვთვალეთ, ასე რომ ჯობია გავწყვიტოთ და დავდოთ part 1 ვიდეო, ეს იქნება part 1 და თუ გინდათ რომ ასე ვთქვათ, გააგრძელოთ და ნახოთ თუ რომელი პერსონაჟები იქნებიან ათეულში, უყურეთ part 2 ნაწილ მეორე ვიდეოს და ეს ვიდეო როდესაც დაიდება, მალევე დაიდება part 2 ვიდეო ამ ბლიჩის ეპიზოდის და იმედია უყურებთ. მოკლედ, თუ მოგეწონათ ვიდეო დაალაიქეთ, ხოლო თუ გინდათ რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები შემზარხზე, მაშინ გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. ასე რომ შევხვდებით მომავალ ვიდეოში. ნახვამდის.